Citroeni. Იბატონო. ახალი ლამაზი ფრანგული Citroenით. კომსა ჩემაში. პირველი მგზავრები ვართ ამ Citroenით. ძალიან დიდი პატივია და წარმატებები Citroenis ცენტრს. ჩემს მეგობარს ყავს და ძალიან გმაყოფილია. ისე საციამოვნად გაუცებული დავში Citroen. სიხუთი მყავდა წინაზე და კარგი მართვის გამოცდილება იყო. Citroeni არის ავტოწარმოებაში ინოვაციების მამა. ხო. და მათი მოგონილია ეს ქვია დაკიდების დამოუკიდებელი სისტემა ჰიდრაულიკური და მთელი ჰიდრაულიკური საჭე და ასე შემდეგ. ნიკა, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის BMG Drive-ში. ბოლო ამბებით მინდა მაინც დავიწყო სამართლებრივი პროცესები რა ხდება სასამართლო? ჯერ არ შემდგარა, არ ყოფილა. ვართ მოლოდინში, მაინც ესეთი დაუსრულებელი მოლოდინი, ცოტა სუდი უფრო რთული გამოდგა. რაღაც როგორც ჩას ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთგვარი ინსტრუმენტია რა, მეც და ჩემი შვილიც ამას ვებოდებით. და ამ მოლოდინში ვერ ნაბიჯებს ვერ ვდგავ, იმიტომ რომ მეორე სამართლებრივი ბრძოლის კი არა სამართლებრივი ქმედებები გვაქვს და გეგმილი რა თქმა უნდა და დაზარალებული ცნობა, არაზღაურება, ზარალის ზიანის, მორალურის, მატერიალურის ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არ არის 3 თვე არა დაგვიჭირეს იქიდან თავის კივილები ჩანიშულიც არ არის. ჩანიშულიც არ არის და კომუნიკაციაც სამწუხაროდ არ ხდება ადვოკატებს არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მოკლედ ეს მოლოდინად არის, მაგრამ ჩემი საქმიანობაც ცოტა ამითი ფსიქოლოგიურად უფრო ფერხდება. ხო, ტექნიკურად ეხლა მგონი რომ დიდი ის არაფერი არ არის. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ხო? კი, როგორც ვიცით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა, მაგრამ ესეც არ არის გამორიცხული, რომ კიდევ რაღაც გადაკვალიფიცირება მოახდინონ. საოცარი 3 თვეთან ხდება ხოლმე. ლევანდელი მოცემულობა თან შენი გამოცდილებიდან ბექგრაუნდიდან გამომდინარე ის ინვესტიციები მიმართულებაზე და ეკონომიკაზე რომ გადავიდეთ და ვისაუბროთ ამ თემაზე სად ვართ ანუ დღეს და მოლოდინების აზრში მე ვფიქრობ რომ ეხლა იქნება ბიზნეს მოლოდინები ყოველთვის მომავალში PH ინდექსიც და ნახოთ იქ ალბათ ჩავხედოთ მონაცემებსაც გამოცემულობაში ვარ. რა ვიცი, მე არ მინდა რომ რაღაც ესე ცუდად გამოვჩდე და ცუდი ის იყოს და ნეგატიური იმისკენ ჩაითვალოს ჩემ, მაგრამ ძალიან ობიექტურად შევაფასოთ. აქამდე რაც იყო საინვესტიციო გარემო, მთლიანად დიდ საფრთხის ქვეშ არის, იმიტომ რომ პირველ რიგში რაც უნდა იყოს ინვესტორისთვის საინტერესო და მიმზიდველი, უნდა იყოს განცდა უსაფრთხოების და დაცულობის. ოდესღაც ნუმეროს რეიტინგი საქართველოს იყო მე-6 ადგილზე ვართ ევროპაში, მე-9 გლობალურად, ახლა რომ ნახოთ, ძალიან სხვაგანა ვართ. ანუ ეს იყო უსაფრთხოების შეგრძნების, ანუ petty corruption-ი, petty crime-ის ამ ნაწილში, რაც ძალიან კარგი იყო ტურისტული ნაკადების მოზიდვისთვისაც, თუმცა ინსტიტუციურად სასამართლო სისტემა, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით, ხა დასაწყისშიც ვახსენეთ, სრულიად პატალურ რაღაც არ მონაქმნად იქცა, არავის შევასწავლოს ალბათ ეს არის ობიექტური ფაქტი. ეს არის თავი, ანუ ამას ხო ინვესტორი კითხულობს, ანუ რამდენთანაც გონიოთ, ამას ხო კითხავს ნებისმიერ შემთხვევაში. კი, როგორ ეკონომიკური მოდელებიც არ უნდა აღვადგინოთ და როგორი რაღაცა სტრეს ტესტებიც არ უნდა ვაკეთოთ და რა ვიცი, ზეპირა და აიზოფილოს ყველა მაგალითად რა ვიცი, კოეფიციენტები რაც კი არის ფინანსებში და ეკონომიკაში, თუ შენი გარემო არ არის დაცული, იმიტომ ეს ინვესტორი რა არის კერძო პირი, ან კომპანია, კერძო პირების მიერ დაფუძნებული, რომელიც არის ორიენტირებული რაღაც მოგების მიღებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადრე თქვით, ეს ინვესტორი მარტო ის არ რომ მოვიდა ვიღაცა და აშენა შენობა, სახლი, არა ბედნიერია. რა თქმა უნდა, კარგი, ამას აქვს ყისიერი და მოკლევადიანი ეფექტი ეკონომიკაში.
ეკონომიკისთვის, იწვევს მოკლე ვადაში ეკონომიკური ზრდის ბუსტს, მაგრამ საშუალო და გრძელ ვადაში მას აღარ აქვს უკვე განგრძობითი ეფექტი. ამ შემთხვევაში გრძელვადიანი ინვესტორის მოზიდვას, ინსტიტუციური ინვესტორის მოზიდვას, იმიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა, მას მოაქვს არა მარტო კონკრეტული კაპიტალი, არამედ კონკრეტული პროექტი, არამედ მოაქვს დამატებითი ცოდნა, გაზიარება, ჭკვიანი ფული, ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ მოწყვეტილი ვიყავით ამ ყველაფერს, გვეძლევა ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ვისწავლოთ, რაღაც ახალი გავაკეთოთ და გავხდეთ უფრო კონკურენტულები ამ გლობალურ ბაზარზე. არ არსებობს პატარა ეკონომიკები, რომლებსაც რაღაც კონკურენტული უპირატესობა არ გააჩნიათ. ჩვენ უბრალოდ ეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, რაც ოდესღაც ვამბობდით, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ტურისტულად მიმზიდველი ვართ, რაღაცა ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობთ ინვესტიციის სახში, ბრიტანეთის პარლამენტში იყო წარდგენა ოდესღაც და 5 გადასახადი გვაქვს მარტო, ვაუ, რა მაგრები ვართ. რეალურად მონეტიზებადი პრეზენტაციიდან რეალურ ცხოვრებაში ეს არ გახდა. არ გახდა და ამის მიზეზებზე არის სამსჯელო შესასწავლი, მაგრამ არ ხდება შესწავლა, არ ხდება რეაგირება ადეკვატური, თუ რაღაცას ესეთი კრიტიკა ნარევი მითი მოდის უკვე რომ ჩვენი მტერია ეს და სისტემა უკვე თავდაცვაში მიდის და ნუ არაფერი არ ხდება. და შედეგად კარგავთ დროს, კარგავთ ამ კონკურენტულ უპირატესობას, იმიტომ ჩვენ რაღაცას არ ვაკეთებთ, ან ვაკეთებთ, მაგრამ დაბალი ეფექტურობის კოეფიციენტით ვაკეთებთ. გარემო სამყარო იზრდება, არ არის ის გაჩერებული და იქ ხდება გავლა. აქედან გამომდინარე, ჩანაცვლება ხდება მერე ჩვენიც. სტარტაპში ჩადები ფულს. ქართულ ერთ კონკრეტულ სტარტაპში არა, მაგრამ ფონდში ჩავდებდი და ფონდების ნაწილში უკვე აღარა ვართ ისე შეზღუდულები, რამოდენიმე მცირე ზომის ფონდი, მცირე ანუ გლობალური გაგებით, მაგრამ საქართველოსთვის და ან საკუთარ ფონდს დავაინიცირებდი აუცილებლად კიდევ. ყველაზე რთული სამსახურეობრივი კარიერული გადაწყვეტილება, რაც ოდესმე მიგიღია რა იქ? საჯარო სამსახურში წასვლა და მერე იქიდან წამოსვლა. რაგბი თუ ფეხბურთი? რაგბი. საქართველოში ბიზნესის წამოწყება უფრო რთულია თუ პოლიტიკაში მოსვლა? ბიზნესის ალბათ, იმიტომ პოლიტიკა ჩვენთან როგორც ასეთი არ არსებობს, მე ვიტყოდი. საჯარო თუ კერძო სექტორი? კერძო. რომელ ცნობილ ადამიანს მოიწევდი შენს პროექტში პარტნიორად? ცოტა ესეთია, ბევრჯერ ვფიქრე, აუცილებლად მინდა და თუ მოასწრებადია ივან ჩუინართან თანამშრომლობა, რომელიც არის 80 წელს გადაცილებული, ძალიან აქტიური ადამიანი, პატაგონიას დამფუძნებელი და ახალი ბიზნეს ფილოსოფიის ჩამოყალიბებელი. რომელ ქართულ კერძს გაასინჯებდი უცხოელ ინვესტორს? პრაქტიკიდან ვიტყვი, ჩქმერულზე ყველა გიждდება და ჩქმერულს. სამომავლო მიზანი ერთ წინადადებაში. არ დავნებდებით.